ცნობები აღმოაჩნდებათ. კონტროლის პალატის შავი სია, რომელშიც 6 უმაღლესი სასწავლებელი მოხვდა უწყებამ ფინანსური აუდიტის შედეგად უნივერსიტეტებში დარღვევები აღმოაჩინა. გაირკვა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ფურცელზე სრულდებოდა. საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად თბილისის სამედიცინო, აგრარულ, ტექნიკურ, ასევე ბათუმისა და აფხაზეთის უნივერსიტეტებში იხარჯებოდა. საქმეს უკვე სწავლობს მთავარი პროკურატურა. კონტროლის პალატის აუდიტის დეტალები ნახეთ სურა ხვისტანის სიუჟეტში. მრავალმხრივი სისტემური დარღვევები უმაღლესი სასწავლებლების ფინანსებსა და ქონების მართვაში კონტროლის პალატამ ერთწლიანი აუდიტის შედეგად გამოავლინა. შავ სიაში 6 უნივერსიტეტი შევიდა. აღმოჩენილი დარღვევების დეტალები დღეს საგანგებო ბრიფინგზე გამოცხადდა. კომენტარი გახმაურებულ საქმეზე უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მიწათმოქმედების ინსტიტუტთან დაკავშირებით გამოვლია მთელი რიგი დარღვევები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების განხილვის საგანის გახდა. ბუნებრივია ამან, ასე ვთქვათ, განაპირობა სხვა უნივერსიტეტებშიც შეიძლება აუდიტის განხორციელების აუცილებლობა. უმაღლესი სასწავლებლების აუდიტით გამოვლინდა მრავალმხრივი სისტემური დარღვევები მათი ფინანსებისა და ქონების მართვაში. მოუწესრიგებელი არის ფინანსური ნაკადების აღრიცხვა, დავალიანებების, დიდი ოდენობის დავალიანებები არასწორად აღირიცხება და იმართება. მნიშვნელოვანი არის, რომ არ სრულდება საიჯარო ხელშეკრულებები. სამედიცინო, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტები, ბათუმის რუსთაველის სახელობის და სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტები და ბოლოს იულონ ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი. ეს სწორედ ის 6 უმაღლესი სასწავლებელია, სადაც კონტროლის პალატის მონაცემებით ფინანსური ნაკადების მართვა მოუწესრიგებელია. ჩატარებული აუდიტის შედეგებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი დღეს ბათუმის უნივერსიტეტში შეიკავეს. სამედიცინო და აგრარულ უნივერსიტეტებში კი დარღვევების არსებობას არ უარყოფენ, თუმცა ამას ძველი ხელმძღვანელობის საქმიანობას მიაწერენ. კონტროლის პალატამ მოახდინა უნივერსიტეტის ძველი ხელმძღვანელობის საქმიანობის შემოწმება. სამწუხაროდ დასკვნის მიხედვით აღმოჩენილი არის, რომ $1 მილიონ მეტი თანხა იქნა გაფლანგული და არამიზნობრივად ახარჯული. ძირითადად ეს მოხდა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას. მოცემული შენიშვნები, რომელიც გამოიტანა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ჩვენ პერიოდს არ ეხება. მემხედველობაში მაქვს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, რომელიც 2 წელიწად არის რაც მოსულები. აუდიტის თანახმად მრავალმხრივი დარღვევები ტექნიკურ უნივერსიტეტშიც აღმოჩნდა, სადაც სასწავლო კორპუსების რემონტისთვის $6 მილიონი დაიხარჯა. კონტროლის პალატის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დანახარჯებისა სასწავლო შენობა ნაგებობები და აუდიტორიები არასახარბიელო მდგომარეობაშია. თუმცა აქ ვრცელი კომენტარისგან თავი იმ მიზეზით შეიკავეს, რომ აუდიტის სრული დასკვნა ჯერ არ უნახავთ. სამაგიეროდ დასკვნას უკვე გაეცნენ სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში, სადაც შეცდომების გამოსწორებაც დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად კონტროლის პალატის დასკვნა არ ჩაგვყარებია. ამიტომ ჩემთვის რთულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც მე თვითონ არ მინახავს და რომელსაც მე არ ვიცნობ. რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ის ხარვეზები, რაც მათ აღმოაჩინეს, რასაგვირველია ჩვენ სისტემატურად მუშაობთ მათ, ასე ვთქვათ, გამოსწორებაზე. კონტროლის პალატა მომავალში აუდიტის ჩატარებას სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გეგმავს. 6 უნივერსიტეტში უკვე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია კი მოკვლევისათვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.